ბატონ ზალ, თქვენ ყოველთვის აქტიურად გამოხატავდით თქვენს დამოკიდებულებას მიმდინარე პროცესების მიმართ, თუმცა საქართველოში ამ ხრივადაც გვაქვს არასასიამოვნო ნეგატიური მიმართულებით პროცესების განვითარების დინამიკა. მხედველობაში არ მაქვს მარტო ის გადაწყვეტილებები, რომელიც თუნდაც საკანონმდებლო დონეზე დღეს გამოცხადდა, მაგალითად, რომ ქუჩაში ტროტუარზე პროტესტის გამოსახატად სიარულისთვისაც სპეციალური ნებართვები დაჭირდებათ, ან მაგალითისათვის უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტებს რეგისტრირების დროს მხოლოდ ერთი უმაღლესი სასწავლებლისა და ერთი ფაკულტეტის არჩევის უფლება ექნებათ. მაგრამ ამ ყველაფერს კი არ ფარავს, მაგრამ მაინც ძალიან მძიმედ მოსასმენი და გასაანალიზებელი და გასააზრებელია, რომ ათასობით ადამიანს ქიმიური მოწამვლის საფრთხე დაემუქრა და არსებობს გარკვეული ჩვენებები, მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ეჭვი. ამიტომ დავიწყოთ ამ თემის შეფასებით, როგორ შეაფასებთ იმას, რაც BBC-ს საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმში იქნა წარმოჩენილი. დიდი მადლობა ბატონო გიორგი მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან უდასმით უყურე ამ ფილმს და დავიკითხე ძალიან ბევრი კომენტარი სპეციალისტების, პოლიტიკოსების, ექიმების და რა თქმა უნდა ამ ფილმში დასმული საკითხები და ამ ფილმში წამოწეული პრობლემები უდაოდ ძალიან შემაშფოთებელია, თუ მეც არ ვიტყვით და ეს თვალნათლივ აჩვენებს თუ რამდენად არაადამიანური და რამდენად გაუძრებელი, კი არა, მიზანმიმართულად ხალხის წინააღმდეგ გაწეული ქმედებასთან გვაქვს საქმე. ამის არ დანახვა ალბათ შეუძლებელია. მე ძალიან გამიკვირდა მართალი გითხრათ, რომ ამდენი ხანი ის ფაქტები, რაც ამ დემონსტრაციების დროს მონაწილეები, სამედიცინო მაჩვენებლები, რაც იყო, ეს სხვა იქნებოდა, სუნთქვის გაძინელება იქნებოდა, ხველება თუ სხვა თუნდაც ის შეფერილობა იმ წყლის, რაც გამოიყურებოდა, აჩქარად მიუთითებდა იმას, რომ უბრალოდ ხალხთან არ ჰქონდა საქმე და ძალიან კარგია, რომ საქმე იძრა, ისევ ჟურნალისტებმა მოახერხეს ეს საქმე უკვე ამ მაღალ დონეზე წამოეწია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ესე არ დარჩება და ამას არ დაეხება და ყველა ის ადამიანი, ვისაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოიწვის წვლილი ამ დანაშაულში, ქართველი ხალხის წინაშე წარმოებულ დანაშაულში, ისინი საკადრის საჯელს მიიღებენ. ბატონო, რამდენი საშუალება არსებობს, რომ დემონსტრაციები დაშალო, ხო, რომელიც ხილია და აპრობირებულია და დაშვებულია, გამოიყენო ასეთი არაჰუმანური, არაადამიანური და კაცობრიობის საწინააღმდეგო მიმართული გზა. ბატონო, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდა თქვენთვის, როგორც მეცნიერისთვის, რომელსაც ლოგიკური აზროვნების უნარი მათ შორის სხვებზე უფრო მეტად აქვს განვითარებული, ის ვერსია, რომელიც სუსმა 5 დღიანი სრულიად გაუმჭვირვალე გამოძიების შედეგად მიეწოდა საზოგადოებას და განსაკუთრებით როგორ შეაფასებდით ამ გამოძიების მეორე ნაწილს, რომელიც არ დახურულა და პირიქით მიანიშნებს, რომ ყველას დავжит, ვინც კი გაბედა და BBC-ს სიმართლე უთხრა როგორც რესპონდენტმა. აი, რა ტიპის ქვეყანაზე, რა ტიპის მმართველობის მოდელზე მიუთითებს ეს? ჩემი აზრით, საკმარისზე უფრო მეტი მონაცემები და იმისთვის, რომ სრულფასოვანი გამოძიება ჩატარდეს და ბოლომდე გაირკვეს თუ რასთან ჰქონდა საქმე იმ დღეებში. რა თქმა უნდა, ჟურნალისტური გამოძიება ეს არ არის, ვთქვათ, იგივე პროფესიონალი ქიმიკოსების თუ მედიკოსების თუ კრიმინალისტების მიერ ჩატარებული გამოძიება და მაგრამ ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ მსგავსი გამოძიების ჩატარება არის აუცილებელი. ყველა წინაპირობა არსებობს იმის საუდოდ, რომ მომწამლავი ნივთიერებები თუ ხსნარი იყო გამოყენებული მშვიდობიანი მოსახლეობის დემონსტრატების წინააღმდეგ. ამიტომ ჩემთვის როგორც მეცნიერისთვის ეს არის წინაპირობა იმისა, რომ საფუძვლიანი კვლევა ჩატარდა, გამოძიება ჩატარდეს. უარი წინაპირობა იმისა, რომ აქ საქმე გვაქვს რაღაც ისეთ ქმედებასთან, რაც საჭიროებს დეტალურ გამოძიებას.